სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1984 წლის 23 დეკემბერს. ესე იგი, ეს სესიაც 84-ში შედგა. ჩვენ გადავედით უკვე 30-ე ნაწილზე. ეს და მრგვალი ციფრი არის, უკვე 400 შეიძლება 50-იც არის უკვე ჩვენი კითხვა-პასუხები, რომელიც დაგვიგროვდა და შეგიძლიათ ეს მოიძიოთ YouTube-ის არხზე. ასევე Facebook-ზე, მაგრამ Facebook-ზე მოძებნა თემატურად ძალიან ძნელია. როცა YouTube-ზე თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ და playlist დააჭიროთ ბიბლიური კითხვები და პასუხები. სხვადასხვა playlist-ებს ნახავთ, მოძებნოთ ეს და ჩაწეროთ ჩემს ესე ვთქვათ ვებგვერდზე ანგარიშზე, სადაც არის გამადიდებელი შუშა ქართულად რომელიმე გასაღების სიტყვა. აი მაგალითად ატაცება, მაგალითად სიკვდილი ან გარდაცვალება და ნახოთ რამდენი რამე ამოიყრება იქ. ასევე შეიძლება სხვა YouTube-ის არხებიდანაც ამოიყაროს მსგავსი ქართულ ენაზე, ვისაც აქვს გაცემული. ასე რომ აი ესე შეგიძლიათ მოუძებნოთ. ეს უკვე არის 30-ე ნაწილი და სადღაც 80-მდეა თუ არ მეშლება და მესამედზე მეტი გავედით უკვე ჩვენ იმისი რაც წინა გვაქვს გეგმაში თუ ამ წელს დავამთავრეთ ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო კითხვა არის შემდეგი კითხვა, რომელიც ალბათ თქვენც მოგივიდოდათ თქვენს გონებაში, მაგრამ თავიდან ბატონი ჯონი იწყებს შესავლით. და ეს უკვე 23 დეკემბერია, ჩათვალეთ უკვე შობის კვირეულია, ხომ, ეს პერიოდია დასვენებები და ძალიან გადატვირთული ის არის და მოძებნეს მაინც ეს ფანჯარა, რომ ამ დღეს ეს ბიბლიური კითხვები და პასუხების სესია დაეგეგმათ და დღის წესრიგში ჩაეწერათ. მოდით მოусმინოთ ბატონ ჯონს, სანამდე მე სათაურს წაგიკითხავდით ამის კითხვისას. უბრალოდ რომ არ გავაფუჭოთ ჩვენი ესე ვთქვათ რაღაცა დიზაინი და შესავალს მოусმინოთ ბატონი ჯონისას, როგორც ხშირად აკეთებს ხოლმე ამ სესიის წინ. სალამი მოგესალმებით, ჩვენ გვიდა რომ ამაღამ გარკვეული დრო გქონდეს, რათა დავყოთ ერთმანეთთან და ეს ერთგვარი განსაკუთრებული ოჯახური დროა ჩვენი ეკლესიისათვის და გვინდა რომ ამაღამ ისე იგრძნოთ თავი, როგორც მისმა წევრებმა. მე ვიცი რომ ბევრი თქვენგანი ახალი მოქცეულია უფლისაკენ და ზოგიერთი თქვენგანი კი პირიქით უფრო და უფრო იზრდება უფალში სულიერი გამოცდილების ახალ განზომილებაში გადასასვლელად. და ბუნებრივია ზოგიერთ თქვენგანს უჩნდება ხოლმე კითხვები ამა თუ იმ საკითხზე. და ჩვენ ვისწავლეთ წლების განმავლობაში, რომ ჩვენი ეკლესია აგრძელებს ზრდას და მსახურებას. ჩვენ მუდმივად გვყავს ახალი წევრები და ძნელია ხოლმე მათთვის, რომ ჩვენი სიჩქარე შეინარჩუნონ და დაგვეწიონ. თქვენ იცით, რასაც მე გულისხმობ, თქვენ ახლა მოხვედით მაგალითად აქ, მაგრამ არ გსმენიათ იმაზე თუ რას ვასწავლით 1 თვის წინ, 1 წლის წინ, ან 3 წლის წინ, 4 ან 5 წლის წინ. და მათ ვინც დიდი ხნის განმავლობაში ვართ, გვავიწყდება შესაძლოა რომ თქვენ არ ახართ ჩართული ყველა იმ საკითხში, რაც უკვე ვისწავლეთ და ვიწყებთ ჩვენი ცხოვრების აშენებას. და ხშირ შემთხვევაში ეს კითხვები შეიძლება იყოს გამეორება. ამიტომ არ დაიბნეთ, თუ თქვენ არ იცით მანამდე რა პასუხები გქონდათ, ჩვენ მაინც გაგცემთ ამაზე პასუხს. ასე რომ ჩვენ გსურს პერიოდულად შევჩერდეთ ხოლმე და გქონდეს ერთგვარი ღია კარის დრო ჩვენი საეკლესიო ოჯახთან დასაყოფად, სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები ღვთის სიტყვასთან მიმართებაში ბიბლიასთან, ქრისტიანულ ცხოვრებასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენი ეკლესიის მსახურებასთან დაკავშირებით. და ამას ვაპირებთ ჩვენ ამაღამ რომ გავაკეთოთ. თქვენ იცით რომ ბევრი ადამიანი უკვე შობის კვირეულის გამო წასულია დასასვენებლად და ეს ძალიან გადატვირთული დროა ყველასათვის. ამიტომაც ჩვენ ცოტა შევისვენეთ და არ გვინდა რომ რომაელების წერილის განხილვა გავაგრძელოთ, სანამდე ისინი არ დაბრუნდებიან. მე კი მენატრება და დამაკლდება ის ხალხი, ვინც ჩვენთან დღეს არ არის. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია გქონდეს კითხვა-პასუხების განსაკუთრებული საღამო, ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ და გაგანთავისუფლოთ ზუსტად 8:30 საღამოთი 19 საათსა და 30 წუთზე, ასე რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ 1 საათი, რომ დასვათ თქვენი შეკითხვები და ვიმედოვნებთ, რომ მათზე მიიღებთ სრულ ბიბლიურ პასუხებს. დარბაზის რიგებში, როგორც ადრეც მე ვახსენე, დგას 3 მიკროფონი, შუაში, მარცხნივ და მარჯვნივ და მე ვაპირებ რომ იქ 3 ჩვენი ეკლესიის მსახური დავაყენო, ბილ, დენის და როი. და ისინი იქნებიან იქ, რათა დაგეხმარონ კითხვის ჩამოყალიბებაში და თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვა შემდეგ, როცა ისინი გაიგებენ. მე მოგცემთ უფლებას, რომ დაიწყოთ, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეძლოთ მეტი მასალის დაფარვას. დაგვეხმარებით თუ თქვენ კითხვას შეამოკლებთ და მოკლედ დასვათ და არ დაიწყებთ გაშლათ მის ფონზე
და თუ აბსოლუტურად აუცილებელი ამის გარკვევა, ძალიან მოხარული იქნები, რომ ყველანაირად დაგეხმაროთ პასუხის მიღებაში. ასე რომ იყავით თავისუფლად და ნუ იღელვებთ თქვენ შეგიძლიათ როგორც თქვი ბიბლიას კითხვა-დასვათ ბიბლიის შესახებ, შეგიძლიათ ეკლესიის, მისი მსახურების შესახებ, ჩემს პირად მსახურებაზე, ჩემს პირად რაღაცა დეტალებზე თუ გაინტერესებთ ქრისტიანულ ცხოვრებაში. ჩვენ გსურს რომ დადგეს ისეთი დრო, როდესაც ყველა შეიძლება ამ კითხვების დასმა, რაც თქვენს გულში არის. ადრეც ვახსენე, ყოველ იმაზე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის ის დრო, როცა მოძღვარი და თქვენი პასტორი კუთხეში უნდა მოიწყდეთ და მასე ფეხები მაზოლებზე დამაჭიროთ. უბრალოდ ეს არც ისე რთული არის, გამოდით თავისუფლად და მოიფიქრეთ ისეთი რამ, რომელზეც თქვენ მაგალითად არავის არ უპასუხია, არიცით მასე პასუხი და თქვენს გულში არის ის და გულწრფელად ამოდის თქვენი გულიდან. ჩვენ შევძლებთ რომ უფლის დახმარებით გავუმკლავდეთ მათ. ასე რომ აგერ არის სამი მიკროფონი, ერთ-ერთის უკან დადექით, გთხოვთ რომ 3-4 ადამიანზე მეტი არ დადგეთ, რათა დიდი რიგი არ იყოს და ხანგრძლივად არ მოუწიოს ვინმეს ფეხზე დგომა. როცა დაპატარავდება ეს 3-4 კაც ჩამოცლება, შეგიძლიათ მე თქვენი სკამიდან ახვიდეთ და გვერდზე ამოუდგეთ. კეთილი და პატიოსანი დენის, ჩვენ დავიწყებთ თქვენი მხრიდან, ჯერ თქვენი სახელი და შემდეგ თქვენი კითხვა. სალამი ჯონ, მოგესალმებით, მე მქვია Todd Drey. ბიბლიაში, როდესაც იესომ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ამის შესახებ ჩვენ ვკითხულობთ ებრაელთა აღადგინა. და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, რომ ებრაელთა წერილში მე-9 თავის 27 მუხლში, რომელსაც თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე, ხო, ნათქვამია. და მე მთლიანად წამეგვითხრა ამ ნაწილს, სადაც 27 მუხლი არის გამოყოფილად ნათქვამი. ესე იგი პიროვნებას მოყავს ლაზარეს მაგალითი, ისიც ხომ, რომელიც ლუკა მახარებელთან არის ეს აღწერილი, ლაზარეს და მდიდარის უკაცრავად ეს არის ლაზარეს იონეს სახარებაში, ლაზარეს აღდგინება, მართასი და მარიამის ძმისა და ეხლა აინტერესებს პიროვნებას ეს. მოდი წავიკითხოთ ებრაელთა წერილიდან რა ადგილს იხსენებს. ვინაიდან ქრისტე შევიდა არა ხელთაქმნილ წმინდათა წმინდაში, ჭეშმარიტის ანარექსში, არამედ თვითსაში, რათა ახლა ჩვენთვის წარდგეს ღვთის წინაშე. და არა იმისათვის, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც შედის მღვდელმთავარი ყოველწლიურად წმინდაში სხვისი სიცხლით. მაშინ მას წუთისოფლის დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა. ის კი ერთხელ საუკუნე დასასრულს გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით აღეკვეთა ცოდვა. და 27 არის ეს უბრალოდ მე ფონი წაგიკითხეთ, სად ხმარობს ებრაელთა წერილის ავტორი. და ზოგი ამბობს ახლა პავლე, ზოგი არა, ჯონ მაკარტური მაგალითად არ ამბობს, რომ პავლემ დაწერა ებრაელთა წერილი. მე მივიჩნევ და ალბათ ბევრიც რომ პავლემ დაწერა და ამიტომაც მე შევძლებდი რომ ბატონი ჯონ როგორც ვავს, უბრალოდ ამბობს ებრაელთა წერილის ავტორი. და 27 მუხლში ამბობს და როგორც ადამიანთათვის არის დადგენილი ერთხელ სიკვდილი და მერე გასამართლება. და 28-ში აგრძელეს ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ ეტვირთა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდულთათვის, არამედ მის მომლოდინეთა გადასარჩენად. ეხლა კითხვის დამსველი თოდი ამბობს ამას. ეხლა როგორ შეგვიძლია ჩვენ ამისი ახსნა? თუ ლაზარე აღდგა მკვდრეთით, ის მეორეჯერ მოკვდა? ხედავთ? თუ ერთხელ არის სიკვდილი და განკითხვა, ლაზარე გამოდის რომ მეორეჯერ უნდა მოკვდეს? და ძალიან ესეთი საინტერესო კითხვა არის, ხომ? და ყველას მოვიდოდა ეს კითხვა და ჩვენც მქონია ეს კითხვა, გავეცით კიდევაც პასუხი ამაზე და მეც მოსმენილი მქონდა როგორც ბატონი ჯონის, ბატონი თეოფილესი, ყველასი ამასთან დაკავშირებით. და ჯონ მაკარტური პასუხობს: "დიახ, კარგი შეკითხვაა, ტოდ. კითხვა, რომელსაც ის სვავს, არის, როგორ შეიძლება ის, რომ თუ ებრაელების წერილში 9:27-ში მონაკვეთი არის ყოვლის მომცველი, ადამიანთათვის არის დანიშნული სიკვდილი ერთხელ, მაგრამ ლაზარე კი ორჯერ მოკვდა? მე დაგისხავ კითხვას თოდ აქეთ. რას ფიქრობ ენოქსე? ნახეთ, რას ფიქრობ ენოქსე? ის საერთოდ არ მოკვდარა. ასე რომ თქვენ ყავთ მინიმუმ ერთი ადამიანი, რომელიც საერთოდ არ მოკვდარა. და ყავთ ლაზარე, რომელიც ორჯერ გარდაიცვალა. და არა მხოლოდ ლაზარე, არამედ მრავალი სხვა ადამიანი, ვინც ორჯერ გარდაიცვლებოდა. სინამდვილეში ვინც ოდესმე მკვდრეთით აღდგა, ხომ? და ბიბლია გვასწავლის ჩვენ რამოდენიმე მაგალითს, ისინი ყველანი მეორეჯერ მოკვდებოდნენ.
გახსოვთ, როდესაც იესო ჯვარზე გარდაიცვალა, ნათქვამია რომ საფლავები გაიხსნა, ტაძრის ფარდა ზემოდან ქვემოთ ჩამოიხსნება, გახსოვთ, მიწები საფლავები გაიხსნა, მიწისძვრა მოხდა და ძველი აღთქმის ყველა წმინდანი გაცოცხლდა. ამიტომ ისინი ორჯერ უნდა მომკვდარიყვნენ. ასევე ყავთ ის ადამიანები, ბიბლიური პერსონაჟები, რომლებიც იესომ აღადგინა, გახსოვს ხომ? იარიოსის ასული და ნაინელი ქვრივის ვაჟი. და ლაზარე, სამი პიროვნებაა მოცემული ბიბლიაში. თქვენ ყავთ ასევე ისინი, ვინც კვლედით აღადგინა ელია წინასწარმეტყველა. ყველა ეს ადამიანი აუცილებლად ორჯერ დაიღუპებოდა. შემდეგ თქვენ უნდა უპასუხოთ კითხვას, რაც შეეხება ატაცებას. გახსოვთ ხო ატაცებაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან ხშირად ქრისტიანთა მთელი მოსახლეობა ერთხელაც საერთოდ არ მოკვდება და ისინი პირდაპირ სამოთხეში იქნებიან გატაცებული. ამრიგად, რასაც ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ყველა ბიბლიურ მონაცემიდან გამომდინარეობს არის ის, რომ ებრაელების ეს 9:27 განცხადება არის ერთგვარი ზოგადი განცხადება, რომლისათვისაც ღვთის განზრახვით არსებობს გარკვეული გამონაკლისები და ვიმეორებ, გარკვეული, ძალიან მცირედი და ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ამის აღიარებას. ჯერ კიდევ სიმართლეა რომ და ჭეშმარიტებაა რომ ადამიანების უდიდესი ნაწილი მათ სიკვდილი ელოდებათ ერთხელ და ეს ნორმაა. ამიტომ ადამიანები კვდებიან და არ არსებობს არანაირი განსაწმენდელი და არანაირი მიძინება, რაც წამთ კათოლიკეებს და რაც წამთ მართლმადიდებლებს. აღარ ვლაპარაკობ ინკარნაციაზე და სხვა რელიგიებზე, ლაპარაკია ქრისტიანული იმებზე. არამედ ქრისტიანული, ვინც ბიბლიიდან ამოდის, ისინი ყველანი იზიარებენ ამ მუხლის პრინციპს, რომ ადამიანს ერთხელ აქვს სიკვდილი და მერე მოდის განსჯა. და არანაირი რაღაცა გარდამავალი პერიოდი არ არსებობს. და უკიდურესად უჩვეულოა ეს რაღაცა შემთხვევები, როდესაც ისინი არ კვდებიან. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია სიკვდილის იმედი გქონდეს და სიკვდილი იცით რომ ქრისტიანისთვის ეს არის გარდაცვალება და ახალი ცხოვრების, მარადიული ცხოვრების დაწყება უფალთან. სინამდვილეში ისტორია შეგიძლია დაითვალოთ ადამიანები, რომლებიც არ მოკვდნენ მხოლოდ ენოქის დათვლით და შესაძლოა ელიაც შევიტანოთ, რომელიც ცეცხლოვან ქარბოვალად იქნა ატაცებული, მაგრამ ისინი ერთ მუჭაზე ნაკლებია მილიონობით და მილიარდობით დაღუპულებიდან. მილიარდობით რამდენი კაცობრიობა რომ დავითვალოთ, რამდენი ადამიანია წარმოიდგინეთ გარდაცვლილი. დღეს ჩვენ ყავს რა 8 მილიარდი მოსახლეობა, ყველანი აუცილებლად გარდაიცვლებიან და რამდენი გარდაიცვალა არ ვიცით, ხო შეიძლება იყოს 50 მილიარდი, 100 მილიარდი, ჯერ მარტო ნოეს დროს ამბობდნენ რომ შეიძლება 20 მილიარდი ყოფილიყო მოსახლეობა. ვინ დაითვლის რამდენი ადამიანი და იქიდან მხოლოდ რაღაცა ერთი მუჭა არის, რომელიც ბიბლიაში არის ჩამოთვლილი, ვინც გარკვეულწილად ან აღდგა და ორი პიროვნება, რომლებიც სიკვდილი არ გაუვლიათ. ასე რომ ადამიანთა ძალიან ჩირე ჯგუფი, რომელიც აღდგენ მკვდრეთით და მაინც მომავალში, იცით რომ იქნება ქრისტიანთა მთელი ეკლესია, რომლებიც გარგაივლიან, გამოტოვებენ ამ სიკვდილის პროცესს და ატაცებული იქნებიან. და ჩვენ ფიქრობთ და ჩვენ გვინდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენც ვიქნებით ამ ჯგუფში. ასე არ არის, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ ებრაელების მე-9 თავის, ეს 27 მუხლი არის ზოგადი პრინციპი. მაგრამ ჯერ კიდევ არის ჭეშმარიტება, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ იდგმული ადამიანები კვდებიან და ერთხელ კვდებიან. შემდეგ კი ღვთის განაჩენის წინაშე წარსდგებიან. ასე რომ ჩვენ ვიღებთ მას, როგორც ზოგადი პრინციპს ამ მხრივ. კარგი კითხვა თოთ და მადლობა ამ კითხვისათვის. მადლობა თქვენს ასევე ჯონ.